დღეს ჩვენ ვეწევით ინდოეთის ოფიციალურად სერტიფიცირებულ საექსპორტო კლასის ულტრაჰიგიენურ პასტის ქარხანას. რიტუალი სანიტარიით იწყება. სცენაზე გამოდის მთავარი ინჟინერი, რომელსაც ცალ ხელში ჟანგიანი სახრახნისი უჭირავს და მუშაობს უმანიკურო სუფთა და ორგანულ ხელით. აქ სპირტს არ იყენებენ, რწმენა ბევრად უკეთ მუშაობს, ვიდრე ნებისმიერი დეზინფექცია. შემდეგ ცომს ტენიან მანქანაში, რომელიც დაფარულია წიაღისეული კლასის ტაოტითა და აწლეულების მანძილზე დაგროვილი ჟანგით. ეს ზედაპირული ფენარკინის ნელა გამოთავისუფლებადი საფარია, რომელიც სპეციალურად მსოფლიო ანემიის დასამარცხებლად შეიქმნა. 1 ლუკმა და ვიტამინების დღიური ნორმა მიღებულია. ნუდილი ვარდნას იწყებს. არავითარი დამცავი აღჭურვილობა, ხელები ხომ კაცობრიობის უძველესი კვებითი ხარისხის ინსტრუმენტია. მუშა ტექსტურას სხეულის ტემპერატურით არეგულირებს, გემოს კი საკუთარი ოფლით ლუქავს. დაჭრის შემდეგ პასტა იგზავნება VIP მზის საშრობ ზონაში, ანუ შენობის სახურავზე. აქ ნუდილი ქალაქის ნიავს ეფიცხება, რათა გარემოდან მტვერი და ჰაერში გაბნეული ნაწილაკები შეიწოვოს. სწორედ ეს იძლევა იმ საფირმო ინდუსტრიულ შებოლილ არომატს. მზის აბაზანების შემდეგ პროდუქტი ოფიციალურად გადადის მიწის ფაზაში. დაჭრის პროცესი ფეხშიშველი ადამიანების გარემოცვაში მიმდინარეობს. ტერფები უზრუნველყოფენ მოჭიდებას, ტერფის სურნელი არომატს, ხოლო ფეხის სოკო ნატურალურ დანამატად ითვლება. თუ სახლში მომზადებისას წყალმა ოდნავ ნათება დაიწყო, ნუ ჩავარდებით პანიკაში. ეს დაბინძურება არ არის, ეს ცივილიზაცია და ბაქტერიებია, რომლებიც ერთად მოგესალმებიან.